მეორე დღეა ინდოეთის დედაქალაქის საერთაშორისო საზოგადოების შეკრების ადგილია. 20-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და ათეულობით ქვეყნის დელეგაცია ნიუ-დელჰიში გაეზინა დიალოგის ფარგლებში მსოფლიოს წინაშე არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე მსჯელობს. ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის. მაკაბოჭორიშვილმა პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს შეიძლება ძალიან პატარა ქვეყანაა გეოპოლიტიკური პროცესების განსაზღვრისთვის, მაგრამ ის მდებარეობს იქ, სადაც გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს კვეთს, რაც ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს. ამ შესაძლებლობებით ეფექტურად სარგებლობისთვის კი საკმარისი სიბრძნე და შორსმჭვრეტელობაა საჭირო. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც საქართველოს უწევს დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ასევე ის შესაძლებლობები, რასაც ჩვენ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა გვთავაზობს. საუკუნეების მანძილზე საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებდა. აბრეშუმის გზის დროიდან მოყოლებული ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის კავშირის უზრუნველყოფაში. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. 10 წლეულების შემდეგ ეს პროექტები კვლავ ინარჩუნებს აქტუალურობას, რადგან მათ აქვთ უზარმაზარი პოტენციალი საერთო ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. ეს პროექტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე შეეხება დაკავშირებადობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვა სფეროები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დაკავშირებადობა შავი ზღვის რეგიონში. დიდი ხნის განმავლობაში საქართველო მუდმივად ცდილობდა გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად და არა გამყოფ ბარიერად. დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს მოითხოვს აქტიურ მუშაობას და ინვესტიციებს. ჩვენ ერთად შეგვიძლია განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ევროკავშირს, ევროპას. ჩვენ თავს მოვიაზრებთ ევროპის ნაწილად და ამიტომ ევროპის უსაფრთხოების საკითხები ჩვენ პირდაპირ გვეხება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც არსებობს აღმოსავლეთის მიმართულებით და რომელიც სარგებელს მოუტანს მთელი ევროპის რეგიონს. შუა დერეფანი უზარმაზარ შესაძლებლობებს გვიხსნის და მისი განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ მზად ვართ ჩავდოთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში და სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელსაც ეს პროექტები სთავაზობს საქართველოს. შავი ზღვა, კასპიის ზღვის ენერგო და სატრანსპორტო დაკავშირებადობა. უამრავი პროექტი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ან უკვე ხორციელდება საქართველოს ჩართულობით, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენს პატარა რეგიონს. ამ კონტექსტში ხაზგასმით უნდა აღინიშნოს უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორები, მშვიდობა და უსაფრთხოება. მე ვსაუბრობ პატარა, მაგრამ ძალიან დინამიურ რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და ხელს უწყობდა თავისი მეზობლების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას და ჩვენ გვეხარია, რომ მათ იპოვეს გზა მშვიდობისკენ და განაცხადეს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. თუმცა საქართველოს ორი რეგიონი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს რეგიონს. ჩემთვის, როგორც ქართველი დიპლომატისთვის, დიდი ხნის მანძილზე რთულ ამოცანად რჩებოდა ამეხსნა ერთი მხრივ რუსული ოკუპაციის საფრთხეები, ხოლო მეორე მხრივ არსებული უზარმაზარი შესაძლებლობები. ეს რჩება რთულ ამოცანად, რადგან ოკუპაცია გრძელდება და უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ რჩება. თუმცა ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და ჩვენი პასუხი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება, სწორი რეფორმები. გლობალურ რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია ბიზნესის კეთების, ღია მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით. ეს მიღწევები შესაძლებელი გახდა მთავრობის მიერ გატარებული თანმიმდევრული რეფორმების შედეგად, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჩვენ სწორედ ასე ვუპირისპირდებით ჩვენს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ხუთი ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადება შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია დევნასა და რეპრესიებზე საუბრობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას ამ კუთხით ერთი ხელწერა აქვთ. ქართული ოცნების განცხადებით კი აღნიშნული ფონდების მიზანი არის არა მარტო ძალადობის ახალისება, არამედ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება. საქართველოს პროკურატურის განცხადებით გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია 5 ფონდი: ნანუკას ფონდი, ნიკა გილაურის, პროსპრითი ჯორჯიას ფონდი, ერთმანეთისთვის, სირცხვილიას და თბილისის ადამიანის უფლებათა და სახლის საბანკო ანგარიშები.
პროკურატურა გადაწყვეტილების მიზეზად იმ საგამოძიებო მოქმედებებს ასახელებს, რომელიც საბოტაჟის უცხოეთის ორგანიზაციის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისთვის მატერიალურ საქმიანობაში დახმარების და ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებისთვის ფაქტებზე მიმდინარეობს. საუბარია იანვარში აღზრდულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც მოძრაობა ნეიტრალური საქართველოს არჩელი დაედო საფუძვლად. ხელისუფლებას, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ მოახერხოს პროტესტი, ამისთვის ცდილობს, რომ კანონმდებლობაში შეიტანოს ცვლილებები და ადმინისტრაციული პატიმრობა გაზარდოს. ეხლა მოიფიქრეს ეს, რომ ფონდები, რომლებიც მნიშვნელოვან დანიშნულებას ასრულებდნენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, იმიტომ რომ საქართველოში ადამიანებს არ აქვს თავიანთი ხელფასის და პენსიის 20 მაგი და 30 მაგი ოდენობის ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა, ისინი ამ პრობლემების მოგვარებაში მათ ეხმარებოდნენ. დასტურდება ის, რომ მან დააყადაყა ფონდები, რომლებიც ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენ მოსახლეობას ეხმარებოდა და ეს არის კიდევ ერთხელ იმის დასტური, რომ ავტორიტარული რეჟიმი არღებულობს განსხვავებულ აზრს, მათთვის ეს მიუღებელია და ყველა ფორმით ცდილობს ჩაახშოს განსხვავებული აზრი და ჩაახშოს ის პროტესტი, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არის. დიახ, ისინი ემსახურებიან და აფინანსებენ, როგორც შეუძლიათ, აი ამ რადიკალურ პროცესებს, რასაც ეწოდა უკვე თავის სახელი სხვა უცხო ქვეყნებიდან, სხვა ქვეყნებში პოლიტიკური პროცესების მართვა და სახელმწიფო გადატრიალებები და ასე შემდგომ. შესაბამისად, ეხლა რატო უგვირთ ის, რომ სახელმწიფო გადატრიალება ეს არის დანაშაული, შესაბამისად ამ მუხლით აღძრულია უკვე სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად თუ შენ ამ პროცესს რომელიც სავარაუდოდ უკვე დადგინდება, რომ არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, აფინანსებ. დაგაყადაღებია, რა თქმა უნდა. ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ქონდეს საზოგადოებას, რაც და რისთვის აკეთეს, მაგრამ შეიძლება კეთილი საქმის კეთების პარალელურად აკეთებდეს ისეთ საქმეს, როგორიც არის, თქვათ, წახალისება დესტრუქციული მოქმედებების, დესტაბილიზაციის პროცესების წახალისება და ეს არ არის გამონაკლისი და არც რაიმე გასაკვირი არ იქნება იმაში, რომ სწორედ ესეთი საკითხები იქნეს გამოაშკარავებული. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით გადის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის პროექტი. აღნიშნული ინიციატივა ამერიკული ფარას ანალოგია. 16 გვერდიანი დოკუმენტის თანახმად კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელმაც 6 თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს. კანონპროექტის მიხედვით ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მსგავსად საქართველოში კანონის ნებისმიერი მუხლის დარღვევა განისაზღვრება 5,000 ლარამდე ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 6 თვემდე ვადით. ის კი ვინც რეგისტრაციას თავს აარიდებს 10,000 ლარით დაჯარიმდება ან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცვლილებების მიღების შემდგომ კი უკვე მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გაუქმება იგეგმება. ამერიკული ფარა ვრცელდება მტუნის სახელმწიფოების ინტერესებზე, ასევე ის, რომ ამერიკული ფარა ვრცელდება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს მაქსიმალურად მოახდინოს პროტესტის დისკრედიტირება. ის ხედავს, რომ არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო სექტორი მაქსიმალურად ჩართულია ამ პროტესტში, გამოხატავს საკუთარ განსხვავებულ აზრს და რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, რომ ამ პროტესტის დისკრედიტირება მოახდინონ, არასამთავრობო სექტორის დისკრედიტირება მოახდინონ და ამით დაიქვემდებარონ საბოლოოდ და ჩაახშონ ის სიტუაცია, რაც არის დღესდღეობით საქართველოში. ეს კანონები იმიტომ კი არ იქნება
იქნება რომ რაღაც სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზოგადად სამოქალაქო უსაფრთხოებას უზრუნველყოფდეს. არამედ იქნება იმისათვის რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ როგორმე პროტესტი ჩაახშოს და ყველა ის სეგმენტი რომელიც პროტესტში რამენაირიმე ფორმით მონაწილეობდეს ეს ყველაფერი რაღაცნაირად შეზღუდოს. ვერც ამერიკული, ვერც ბრიტანული, ვერც ვერანაირი ევროპული კანონი იმ ქვეყანაში სადაც სასამართლო არ არსებობს და ინსტიტუციები არ არსებობს ვერ იმუშავებს სრულფასოვნად. ქართულ ოცნებას ჩვენ ვეთანხმებით რომ ამ ფარას კანონს ფარს დაუჭერთ. გამომდინარე იქიდან რომ თუ ამერიკას უნდა უსაფრთხოება და ნამდვილად უნდა ნებისმიერ ქვეყანას, რატო არ უნდა იგივე საქართველოს? რატომღაც ეს ნარატივი შემოიტანეს რომ ის რაც ამერიკაში არის შეიძლება არ იყოს კარგი საქართველოში. ეხლა თუ არის დემოკრატია კარგი ამერიკაში და დემოკრატია არის რომ ამჭროლე უნდა იყოს ფინანსები, რატო არ უნდა იყოს საქართველოში? მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მათ შორის ხალხის ძალის წერილები თუ კომენტარები დაადასტურა ამერიკის პრეზიდენტმა და ფარას კანონის არსებობის აუცილებლობაც კი დაადასტურა ტრამპმა, როდესაც ბრძანება გამოსცა და ეს USAID-ის დახურა პრაქტიკულად და თქვა იგივე რასაც შევამბობდით, რომ არ შეიძლება სხვა ქვეყნებში აი ამ ფულით პოლიტიკაში ჩაერიო. არანაირი პრობლემა ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ კანონის მუშაობას არ აქვს. არანაირი აბსოლუტურად. კი, მართალია 38 წელს იყო მიღებული სხვადასხვა მიზნები ქონდა ამას. შეიცვალა დროება, შეიცვალა კანონის შინაარსიც და რასაკვირველია ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა იცოდნენ რა თანხა შემოდის და ვინ რა საქმეში ხარჯავს ამ თანხას. გარედან შემოსულ თანხებზეა ლაპარაკი. ჩვენ ამ კანონის გამო, ამ კანონის საფუძველზე, ამ კანონის დახმარებით ვიცით სად რა ფული დაიხარჯა იმისათვის, რათა საქართველოს წინააღმდეგ ყოფილიყო გარკვეული აქციები მომზადებული და განხორციელებული მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანები იძულებული იყვნენ ამ კანონის მიხედვით გაემგზავრებინათ რომ უშუალებელი $100,000 აქვს მიღებული იმისათვის რათა თეთრ სახლში ან სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგებისას კონკრეტული განცხადებები გაეკეთებინათ საქართველოს წინააღმდეგ და კონკრეტული შეკითხვები დაესვათ. თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. მასთან ადვოკატი იყო შესული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარიბის ბრალდებით გუშინ დააკავა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კომუნიკაცია ჰქონდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ფარგლებში, რაშიც მონაწილეობა მიიღო, არაფერზე უარი არ გამოცხადებია, ჩვენებაც მისცა, დუმილის უფლება დააფიქსირა ჩვენების ფარგლებში. ველოდები სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რომელზეც დავწერეთ განცხადება და უნდა გადმოგვეცეს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ანუ არაფერი არ არის ჩემთვის ცნობილი, გარდა იმისა, რა მუხლებით არის გამოძიება დაწყებული. ქართული ოცნების საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე ნაკანებთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. ამ მიმართულების ცვლილება 8 სხვადასხვა კანონში შედის, მათ შორის არის სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, კანონი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამოდენიმე ახალი მუხლი დაემატა. საკუთრებული სიმკაცრით დაისაჯოს ნარკოტიკების გამყიდველი ის ადამიანი, რომელიც სიკვდილს ყიდის და სვისი სიკვდილის და ჯანმრთელობის დაანგრევის ფასად ცდილობს, რომ საკუთარი ბედნიერება მოაწყოს. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებული ცვლილება გათვალისწინებული, რომელიც კერძოდ მცირეოდენობის შემთხვევაში, ნარკოტიკების გაყიდვის შემთხვევაში პასუხისმგებლობა იწყება 12 წლიდან, პატიმრობის სახით 12 წლიდან 20 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ან უვადო პატიმრობა დიდი ოდენობის შემთხვევაში 14 წლიდან 20 წლამდე პატიმრობა, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა. სახელმწიფომ პოზიტიური ვალდებულება აიღოს საკუთარ თავზე, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დაეხმაროს. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, აქტიური მსჯელობა და კონსულტაციები, მათ შორის
დარგის ექსპერტების ჩართულობით, რომლის მიზანიც არის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ შევიმუშაოთ მკურნალობის ფორმები, განსხვავებული და კარგი მექანიზმები, მათ შორის იძულებით მკურნალობის საკითხზეც გვაქვს მსჯელობა. ნამდვილად ყველა საკითხი იქნება გათვალისწინებული ყველა სფეროს ჩართულობით, როგორც ექსპერტების, ასევე საზოგადოების, ასევე დეპუტატების და იმედია ჩვენ მივიღებთ შეჯერებულ ვარიანტს, რომელიც აბსოლუტურად ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ექიმთან შეთანხმებით იღებს ნარკოტიკის გარკვეულ სახეობას, თუნდაც მეტადონს, გარდა იმისა სხვა სახეობებიც არის და როდესაც უფლებების ჩამორთმევაზე, თუნდაც იარაღის, ტრანსპორტის, ასე ვთქვათ, უფლებების ჩამორთმევაზე რაღაც პერიოდით საუბრობ, შეეხება თუ არა ეს ამ ნაწილს. აქ საუბარი არის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებაზე და არა ვთქვათ არა ექიმის დანიშნულებით განსაზღვრულ საშუალებას. რაც შეეხება კონკრეტულად და უფრო მეტი დეტალით, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება რომ ამ ყველაფერზე ვისაუბროთ დღევანდელი უმრავლესობის ხდომის დასრულების შემდეგ. პოლიცია დათანხმდება მოქალაქე გადაყვება მისთვის, ასე ვთქვათ, ამცნობის აღება და ამ ტესტის ჩაბარება იქნება უფასო. სხვა შემთხვევაში თუ თავად იტყვის უარს და იმ 8 საათიან შეღავაც, ასე ვთქვათ, გამოიყენებს, უკვე იქნება ფასიანი მომსახურება ის რაც არის გათვალისწინებული და თუ ეს 8 საათიანი დავა და დაირღვა და მას შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა შესაბამისი ტესტი უკვე განსაზღვრება იქიდან გამომდინარე სისხლის სამართალი იქნება თუ ადმინისტრაციული კოდექსი რაც განისაზღვრება უკვე წარმოდგენილი კანონპროექტით და კიდევ ერთია ეს რომ დამიზუსტოთ იმისათვის რომ ადამიანს მიმართოს ზოგადად სამართალდამცავ ამისთვის აუცილებელია რომ პირს გარეგნული აქცევითი მახასიათებელი უნდა ქმნიდეს საკმარის ვარაუდს იმისათვის რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ ანუ ნარკომოხმარების ქვეშ აქ არ არის საუბარი რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი სამართალდამცავი გააჩერებს და მოსთხოვს გადაყვანას გადასვლას ექსპერტიზაზე ან მოსთხოვს რომ შესაბამისი მიმართვის საფუძველზე რომ წარმოადგინეს შესაბამისი კვლევაო ამაზე არის საუბარი პირდაპირ კანონში არის გაწერილი რომ ამისათვის უნდა არსებობდეს საკმარისი საფუძველი ვადაუდისათვის